ყველა ღია ჭრილობას შორის, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე საბჭოთა კავშირის დაშლის შემბლის შემდეგ დარჩა, მოლდოვა ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი, თუმცა მნიშვნელოვანი პოტენციური დაძაბულობის კერაა. 2 საუკუნის განმავლობაში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად მიჩნეული ერი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, უფრო ზუსტად კი ევროპასა და რუსეთს შორის ბრძოლაში იყო ჩართული. გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიდევ უფრო გააღვივა ეს ნელამჟუდავი ცეცხლი. რუსულმა მედიამ და რამდენიმე საერთაშორისო გამოცემამ გავრცელეს ინფორმაცია, რომ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომელიც ტრანსნისტრიის, რუსეთის მხარდამჭერი გამოყოფილი რეგიონის ცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის მიღების დაჩქარებულ წესს აწესებს. ტრანსნისტრია სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიწის ზოლს წარმოადგენს, რომელიც მოლდოვასა და უკრაინას შორის მდებარეობს. ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც დაძაბული ვითარება, რომელიც წლის დასაწყისიდან მკვეთრად იზრდება და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს მკაცრი პასუხი გამოიწვია. აი რატომ გადადგა ეს ნაბიჯი პუტინმა, როგორ უპასუხეს მოლდოვამ და განსაკუთრებით მაია სანდუმ და რას ნიშნავს ეს ბოლო მოვლენები რეგიონის მომავლისთვის. პრობლემის ფესვები პირდაპირ უკავშირდება საბჭოთა კავშირის დაშლას 1980-იანი წლების ბოლოს. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მოლდოვის პრობლემები რუსეთთან იწყება ჯერ კიდევ 1812 წლიდან, როდესაც ბესარაბია, იმდროინდელი მოლდოვიის აღმოსავლეთი ნაწილი, რუსეთის იმპერიას გადაეცა იმ ომის დასრულების შემდეგ, რომელიც რუსებმა მოიგეს. მოლდოველები ძირითადად არასდროს იყვნენ ბოლომდე შეგუებულნი რუსულ მმართველობას. ისტორიულად და კულტურულად ეთნიკური მოლდოველების უმრავლესობა უფრო ახლოსაა მეზობელ რუმინეთთან. მართალია, მოლდოურ და რუმინულ ენებს შორის განსხვავებები, ლინგვისტური თვალსაზრისით ძირითადად კოსმეტიკურია. 1918 წელს რუსული რევოლუციის შემდეგ ბესარაბია მცირე ხნით დამოუკიდებელი გახდა როგორც მოლდოვის დემოკრატიული რესპუბლიკა და გაერთიანდა რუმინეთთან, თუმცა სუვერენიტეტი ხანმოკლე აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირმა დაიკავა ეს ტერიტორია და ჩამოაყალიბა მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლა 1989 წელს დაიწყო, მოლდოველებმა ამ შესაძლებლობით ისარგებლეს და კვლავ დამოუკიდებლობისკენ გადადგეს ნაბიჯი. სწორედ მაშინ დაიწყო დღევანდელი პრობლემები. ტრანსნისტრია დაახლოებით 1600 კვადრატული მილის ტერიტორია დნესტრის მარცხენა სანაპიროზე ეწინააღმდეგებოდა მოლდოვური ნაციონალიზმის ზრდას. ვითარება კიდევ უფრო განწოვდა, როდესაც მოლდოველებმა მიიღეს კანონი, რომელიც მოლდოურს ოფიციალურ ენად ამტკიცებდა და კირილიცას ლათინური ანბანით ცვლიდა. მარცხენა სანაპიროზე მოსახლეობის უმეტესობა ძირითადად რუსულ ენაზე ურთიერთობდა. ამიტომ ჩვეულებრივი დნესტრისპირელები, განსაკუთრებით რუსული და უკრაინული უმცირესობების წარმომადგენლები, ალბათ მართლაც შეშფოთებულნი იყვნენ ახალი ენის რეჟიმის პირობებში გარიყვის პერსპექტივით და დაიწყეს პროტესტის ორგანიზება. რაც უფრო მნიშვნელოვანია, დნესტრისპირეთი საბჭოთა მმართველობის პერიოდში მოლდოვას ინდუსტრიულ ცენტრად იქცა და შედეგად ელიტები პოლიტიკურად უფრო და უფრო ძლიერები გახდნენ. მათ შეეძლო დაენახათ გარდაუვალი ცვლილებები, რადგან ძალაუფლება დასავლეთისკენ ინაცვლებდა. როდესაც მოლდოვამ 1990 წელს სუვერენიტეტის დეკლარაცია მიიღო, დნესტრისპირელებმა თავი ავტონომიურ რესპუბლიკად გამოაცხადეს, დნესტრის მოლდოვური ავტონომიური რესპუბლიკა. მოკლეს სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც კიდევ უფრო გაართულა საბჭოთა მე-14 არმიის ჩარევამ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დნესტრისპირეთში იყო განლაგებული. მოლდოველებმა გამოსცეს დეკრეტი, რომლის მიხედვითაც ყველა ყოფილი საბჭოთა სამხედრო ძალა და აღჭურვილობა ახლად ჩამოყალიბებულ მოლდოვის თავდაცვის ძალებს გადაეცემოდა. მე-14 არმიამ ეს უგულებელყო. შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ეს ძალები რუსეთის ფედერაციის კონტროლქვეშ გადაიყვანა. შემდეგ მე-14 არმია სეპარატისტების მხარეს გადავიდა და მოლდოურ ძალებს რამდენიმე მნიშვნელოვანი მარცხი მიაყენა, რამაც უზრუნველყო გამოყოფილი რეგიონის ტერიტორიული მთლიანობა. საბოლოოდ 1992 წლის ივლისში სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა და დაიწყო მოლაპარაკებები კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარების მიზნით. სამწუხაროდ 34 წლის შემდეგაც როგორც ჩანს, კვლავ ისეთივე შორს ვართ მუდმივი და მეგობრული შეთანხმებისგან, როგორც ამდე. ორივე მხარის სხვადასხვა მთავრობების პირობებში არაერთი მცდელობა იყო გრძელვადიანი მშვიდობისა და ორმხრივად მისაღები ტერიტორიული შეთანხმებების მიღწევის, მაგრამ საბოლოოდ არც ერთი არ გამართლდა. ორივე მხარე მარცხში ერთმანეთს ადანაშაულებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დნესტრისპირეთი კვლავაც რუსეთის ძლიერ გავლენას ექვემდებარება. დემოგრაფიულად რეგიონი დაახლოებით თანაბრად იყოფა ეთნიკურ რუსებს, უკრაინელებსა და მოლდოველებს შორის, ასევე მცირედად ცხოვრობენ გაგაუზები და ბულგარები. რეგიონის ოფიციალური ენები, რუსული, მოლდოური და უკრაინული, ამ მრავალფეროვნებას ასახავს. მაგრამ რუსული დე-ფაქტო მთავარი ენაა, რომელიც გამოიყენება მთავრობაში, განათლებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაც უფრო მნიშვნელოვანია, დნესტრისპირეთში რუსეთის ძალების ოპერატიული ჯგუფის 1500 ჯარისკაცი დნესტრისპირეთში, ანუ OGRF, მუდმივად განლაგებულია დნესტრისპირეთში. ეს ჯარები ადრე ყოველ 6 თვეში ერთხელ იცვლებოდნენ, მაგრამ მოლდოვამ და უკრაინამ 2022 წლიდან ბლოკი დაადეს რუსეთის მცდელობებს მათი როტაციის. მათგან უმეტესობა განთავსებულია სოფელ კობაზნაში, საბჭოთა პერიოდის მოქმედებიდან გამოსულ საბრძოლო მასალის საწყობში. უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 1 მილზე მდებარე ეს უზარმაზარი იარაღის საწყობი აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდია, სადაც დაახლოებით 22,000 ტონა სამხედრო აღჭურვილობას რუსი ჯარისკაცები იცავენ. როგორც წარმოიდგენთ, იარაღის ეს უზარმაზარი მარაგი ღია ჭრილობა, როგორც მოლდოვისთვის, ასევე უკრაინისთვის.
არავინ გარდა დნესტრისპირეთისა და რუსეთის ხელისუფლებისა ნამდვილად არ იცის რა ინახება იქ ანახება ან რა მდგომარეობაშია ეს იარაღი. მისი დიდი ნაწილი უდაოდ დიდი ხანია ვადაგასულია, რადგან იქ უკვე 35-დან 75 წლამდე ინახება. და ის რაც უკრაინაში ხდება არაფერს უწყობს ხელს. როცა ძალიან დამანგრეველი ომი რამდენიმე მილში მიმდინარეობს, ხელისუფლებას ეშინია რომ საწყობზე შემთხვევით დარტყმა სერიოზული შედეგები მოჰყვება. იმდენი საეჭვო საბრძოლო მასალა ინახება იქ, რომ მოლდოვის მეცნიერებათა აკადემიამ 2015 წელს დაადგინა, რომ კობასნაში აფეთქება ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვების ტოლფასი იქნებოდა. რუსებს, უკრაინელებს და მოლდოველებს ასევე ეშინიათ, რომ იქ შენახული ვარგისი საბრძოლო მასალა და ტექნიკა შეიძლება ომში გამოიტანონ, რაც მოლდოვას კონფლიქტში ჩართვას გამოიწვევს. ეს რთული პრობლემაა, რადგან ყველა დაინტერესებული მხარე სხვადასხვა მიმართულებით ეკაჩება. მოლდოველები ისურვებდნენ, რომ იარაღი და ჯარები იქიდან გაიყვანონ, მაგრამ ეს შეუძლებელია, სანამ უკრაინაში ომი მძვინვარებს. ტრანსნისტრიის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სურს ორივე შეინარჩუნოს, როგორც უსაფრთხოების გარანტია, რათა თავიდან აიცილოს მოლდოვის მხრიდან რეგიონის მოლდოვასთან ძალით გაერთიანების მცდელობები. უკრაინელებს დიდი ალბათობით ძალიან მოუნდებოდათ ჯარების განადგურება და აღჭურვილობის ხელში ჩაგდება. და რუსები დიდი ხანია ცდილობენ ამ სიტუაციის საკუთარ სასარგებლოდ გამოყენებას, როგორც ამას რუსული ხელმძღვანელობა ხშირად აკეთებს. ეხლა მოლდოვის დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდის უმეტეს ნაწილში დნესტრისპირეთის საკითხი მეკითხი მეტნაკლებად უყურადღებოდ დარჩა. მოლდოვის მთავრობები ხშირად მერყეობდნენ პრორუსულ და სრულად ოლიგარქების მიერ კონტროლირებად რეჟიმებს შორის და არც ერთს არ ჰქონდა ძლიერი мотиваცია, რომ ეს თავი საბოლოოდ დაეხურა. მაგრამ ეს ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა, როდესაც მაია სანდუ 2020 წელს თანამდებობაზე მოვიდა. სანდუ ერთ მნიშვნელოვნად არ არის პრორუსული. ის ხელისუფლებაში მოვიდა პროდასავლური და ანტიკორუფციული პლატფორმით და აქტიურად ადგენს კურსს ევროკავშირსა და შესაძლოა ნატოში ინტეგრაციისკენაც კი. მოლდოვამ თავდაპირველად ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოაწერა ევროკავშირთან, მაგრამ სანდუს ხელმძღვანელობით ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვას სერიოზული ბიძგი მიეცა. 2022 წლის მარტში მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა და 3 თვის შემდეგ ოფიციალურად მიიღო კანდიდატის სტატუსი. მომდევნო წლის ივნისში მოლდოვამ ოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ხოლო იმავე წლის დეკემბერში ოფიციალური გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყო. 2024 წელს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. გარეთშარევისა და კრიმინალური ჯგუფების, ძირითადად რუსეთის ან რუსეთთან დაკავშირებული პარტიების მხრიდან ხმის მანიპულაციის ფართოდ გავრცელებული ბრალდებების ფონზე, მხოლოდ 50.7%-მა მისცა ხმა კის. მოსახლეობის მხარდაჭერის მირების შემდეგ ევროკავშირის მკაცრი მირების კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად საჭირო სამუშაოების სრული სურვით მიმდინარეობს, ხოლო დნესტრისპირეთის საკითხი ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება. ეს ისტორია უკვე გვინახავს საქართველოში და უკრაინაში. ახლა რუსეთი იგივე ტაქტიკას იყენებს, რათა შეაფერხოს ან სულ მცირე განუსაზღვრელი ვადით გადადოს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების იმედები. აი როგორ მუშაობს ეს სტრატეგია. 1993 წლის კოპენჰაგენის მკაცრი კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მოლდოვამ უნდა დაამტკიცოს, რომ აქვს სტაბილური დემოკრატია, მოქმედი საბაზრო ეკონომიკა და უნარი, მთელი თავისი ტერიტორიის მასშტაბით დაანერგოს და დაიცვას ევროკავშირის კანონმდებლობა. როგორც ყველა ყოფილმა საბჭოთა სახელმწიფომ, მანაც მემკვიდრეობით მიიღო აშკარად არასაბაზრო ეკონომიკა, რომელიც კორუფციაში იყო ჩაფლული. და როგორც ამ სახელმწიფოების უმეტესობაში, ოლიგარქებმა დაიკავეს კომუნისტების მიერ დატოვებული ადგილი, კიდევ უფრო გააღრმავეს და გაავრცელეს კორუფცია, უთანასწორობა და უკანონობა. ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყნისთვის ამ სერიოზული სტრუქტურული პრობლემების გადალახვა მარტივი საქმე არ არის, თუნდაც ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის დიდი მხარდაჭერის პირობებში. უკრაინა შეიძლება კონდეს საეჭვო პატივიროდი, რომ ევროპაში ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი აქვს, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ანდორას და სან-მარინოს შეიძლება უფრო მცირე MŠP ჰქონდეთ. მაგრამ რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან მაჩვენებელს, ერთ სულ მოსახლეზე MŠP-ს შეძენის უნარიანობის პარიტეტით, ანუ ერთი ადამიანის მიერ ადგილობრივ ვალუტაში შექმნილი MŠP-ს რაოდენობით, მოლდოვა მთლიანობაში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ადგილს იკავებს. კოპენჰაგენის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მოლდოვას ჯერ კიდევ სჭირდება გააღრმავოს სასამართლო რეფორმა, გააძლიეროს სამართლის უზენაესობა, ებრძოლოს ფესვგადმულ კორუფციას და დაასრულოს დეოლიგარქიზაცია, რაც მარტივი ამოცანა არ არის. ქვეყანამ ასევე უნდა შეუსაბამოს თავისი კანონმდებლობა ყველა 35 მოლაპარაკების თავში გააუმჯობესოს სანჯარო ადმინისტრირება და უზრუნველყოს კიბერუსაფრთხოება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, ეს ზომები უნდა განხორციელდეს მთელ განცხადებელი ქვეყნის ტერიტორიაზე. და სწორედ ეს ხდის დნესტრისპირეთის საკითხს ყველაზე დიდ დაბრკოლებად მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ვერ შეძლებ ევროკავშირის მოთხოვნების უნივერსალურ განხორციელებას შენს ტერიტორიაზე, როცა მისი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილი ფაქტობრივად შენი კონტროლის მიღმაა. არ დაკარგო შენ ძვირფასი დრო ვიდეოებზე, რომლებიც უბრალოდ სათაურებს იმეორებენ, როგორც ყველა სხვა. აქ სამხედრო შოუზე ჩვენ გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს და დეტალურად გიხსნით, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. გამოიწერე არხი თუ გინდა იყო ინფორმირებული სამხედრო და გეოპოლიტიკურ საკითხებში მიმდინარე მოვლენებზე. ეხლა ევროკავშირმა მიანიშნა, რომ ისეთი ავტონომიური რეგიონის არსებობა, როგორიცაა დნესტრისპირეთი, თავისთავად არ გეტავს ევროკავშირში გაწევრიანების გარს.
კვიპროსი, დიდი ბრიტანეთი და დასავლეთ გერმანია ევროკავშირში გაწევრიანდნენ მაშინაც კი როცა მათ ჰქონდათ მიმდინარე ტერიტორიული დავები. კვიპროსი დღესაც გაყოფილია. მაგრამ ამ ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანება კოპენჰაგენის კრიტერიუმებამდე მოახერხეს და მას შემდეგ წესები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ამიტომ ტრანსნისტრიის საკითხის გადაწყვეტა ასე თუ ისე სანდუსთვის უმაღლესი პრიორიტეტია, რადგან ის თავის ქვეყანას დასავლეთისკენ მიუძღვება. როგორ აპირებს ამის მიღწევას? ოფიციალურად ის მიზნად ისახავს რეგიონის მშვიდობიან რეინტეგრაციას მოლდოვაში, პროცესის მეშვეობით, რომელიც დაფუძნებულია დემილიტარიზაციაზე, დეოლიგარქიზაციასა და დემოკრატიზაციაზე. ის მხარს უჭერს საერთაშორისო მექანიზმის შექმნას ევროკავშირის მხარდაჭერით, რათა ზედამხედველობა გაუწიოს ამ გარდამავალ პროცესს და ამტკიცებს, რომ რუსეთის ძალების მუდმივი ყოფნა მნიშვნელოვან უსაფრთხოების ბარიერს წარმოადგენს. არაოფიციალურად მან აჩვენა, რომ მისი ქმედებები ბევრად უფრო მკაცრია ვიდრე სიტყვები. მოლდოვას კონსტიტუციით ევალება ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს და არ დაუშვას უცხოური ძალების განთავსება მის ტერიტორიაზე. ნეიტრალური სტატუსის შეცვლა ეროვნული რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მოლდოველთა უმრავლესო მხარს უჭერს ნეიტრალური სტატუსის შენარჩუნებას. 2023 წლის ივნისის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჰიპოთეტურ რეფერენდუმზე მოლდოვის ნატოში გაწევრიანებას 28% დაუჭერდა მხარს, ხოლო 60.3% წინააღმდეგ მისცემდა ხმას. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მან თავი შეიკავა ნეიტრალიტეტის აშკარა დარღვევისგან, მაგალითად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებით, ან უკრაინული ძალების მოლდოვაში შეშვებით, ის იყო უკრაინის მტკიცე და ერთმნიშვნელოვანი მხარდამჭერი რუსეთის შეჭრის მოგერიების მცდელობებში. და იანვრიდან მოყოლებული უკრაინასთან ერთად, მან ეკონომიკური მარწუხები კიდევ უფრო მოუჭირა დნესტრისპირეთის რეგიონს. 1 იანვრის შუაღამეს უკრაინამ დაიწყო მკაცრი კონტროლის დაწესება დაახლოებით 280 მილის სიგრძის საზღვარზე დნესტრისპირეთთან, რაც გულისხმობს ნებისმიერი საქონლის ან ადამიანის გადაადგილების ნებართვის შემთხვევაში შემოწმებას. ამავე დროს მოლდოვის ხელისუფლებამ გააძლიერა საკონტროლო გამშვები პუნქტები და გააფართოვა საზღვრის კონტროლი მობილური დანაყოფების გამოყენებით, რათა კონტროლი გაეწიათ ფიქსირებულ გადასასვლელებზე მიღმა. ზუსტად 2 წლით ადრე, 2024 წლის 1 იანვარს, სანდუს მთავრობამ დააწესა გადასახადები დნესტრისპირეთიდან და დნესტრისპირეთში იმპორტსა და ექსპორტზე, რამაც სეპარატისტი ლიდერი ვადიმ კრასნაზელსკი აიძულა მოლდოვა რეგიონზე ეკონომიკურ ბლოკადაში დაედანაშაულებინა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მან ასეთი განცხადება გააკეთა, მაგრამ ამჯერად ის ფაქტობრივად მართალი იყო. ამასთან ერთად ენერგიის მიწოდების შეფერხებებმა, რაც მოხდა მომდევნო იანვარში რუსეთის გაზის სუბსიდიების მოულოდნელ შეწყვეტას, დნესტრისპირეთის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიადენა. 2025 წელს ეკონომიკა თითქმის 18%-ით შემცირდა. სამრეწველო წარმოება 27.3%-ით დაეცა. საგარეო სავაჭრო ბრუნვა 28.5%-ით შემცირდა, ხოლო ინფლაცია 14.7%-ამდე გაიზარდა. და ამ ახალი სასაზღვრო კონტროლის ზომების შედეგად 2026 წლის პერსპექტივაც ბევრად უკეთესი არ არის. უკრაინისა და მოლდოვის კოორდინირებულმა ბლოკადამ დნესტრისპირეთი ნაცრისფერი ზონიდან, რომელსაც რუსეთი ჩუმად მართავდა, გადააქცია კონტროლირება ცივცეთ, სადაც გარე მხარდაჭერა ძალიან თვალსაჩინო და ადვილად შესაჩერებელი გახდა. წლების განმავლობაში ტრანსნისტრიისთვის რუსეთის მხარდაჭერის დიდი ნაწილი არაფორმალური სავაჭრო მარშრუტებით, მეგობრულად განწყობილი კომპანიებითა და სუსტი საბაჟო კონტროლით ხორციელდებოდა, რაც სრულ მოლდოვურ კონტროლს არ ექვემდებარებოდა. ამ მარშრუტების დახურვით მოლდოვამ და უკრაინამ რუსეთის ყოფნა უფრო რთული გასახადა შესანიშნებლად და მნიშვნელოვნად შეამცირეს მისი ეფექტიანობა, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ. ამ ნაბიჯმა აშკარად გააბრაზა ვლადიმირ პუტინი და მან პასუხად ფსონი კიდევ უფრო გაზარდა. პირველ რიგში მან გადადგა ნაბიჯი, რომ მისთვის უფრო მარტივი ყოფილიყო რუსული ძალების ლეგალურად გაგზავნა საზღვარგარეთ. 13 მაისს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც ვლადიმირ პუტინს ანიჭებს უფლებას გაგზავნოს რუსული ჯარების საზღვარგარეთ, რათა დაიცვას რუსი მოქალაქეები, რომლებიც დააკავეს და აპატიმრეს ან ასამართლებენ უცხოური სასამართლოების ან საერთაშორისო სასამართლო ორგანოების მიერ, რომლებიც მოსკოვის მიერ არ არის აღიარებული. მოსკოვი კიევის მთავრობას ლეგიტიმურად არ აღიარებს და როგორც ჩანს, სანდუს მთავრობის აღიარების შეწყვეტასაც ბევრი არ უკურლია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ნათლად განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ნაწილობრივ მაინც პირდაპირ კიშინიოვის წინააღმდეგ იყო მიმართული. ნებისმიერი აგრესია ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც დნესტრისპირეთში ცხოვრობენ, მიიღებს დაუყოვნებელ და შესაბამის პასუხს, განაცხადა მან პრესკონფერენციაზე და დაამატა, რომ მოსკოვი მზად არის გამოიყენოს ყველა საჭირო საშუალება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 2 დღის შემდეგ, 15 მაისს, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დნესტრისპირეთში მცხოვრებთათვის მოქალაქეობის მიღების პროცედურას აჩქარებს. კანონი დნესტრისპირეთში მცხოვრებ 18 წელზე უფროსი ასაკის პირებს საშუალებას აძლევს მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა, რუსული ენის, რუსეთის ისტორიისა და კანონმდებლობის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე, რაც ჩვეულებრივ სავალდებულო მოთხოვნაა. ასევე მათ აღარ მოუწევს რუსეთის ტერიტორიაზე 5 წლის განმავლობაში ცხოვრების მოთხოვნის დაკმაყოფილება მოქალაქეობის მისაღებად. სანდუმ ნამდვილად გამოეხმაურა ამ ამბავს. პუტინის დეკრეტში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულება მიღებულია ინდივიდებისა და მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, საერთაშორისო სამართლის ზოგადად აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით. სანდუ ამას კატეგორიულად უარყოფს.
ის ამტკიცებს, რომ კრემლი ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობის ფარული მობილიზაცია მოახდინოს, რათა გააძლიეროს თავისი ძალები რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაში უკრაინაში. ის ასევე ამტკიცებს, რომ მოსკოვი პასპორტების პოლიტიკას იყენებს პოლიტიკური ზეწოლის მოსახდენად კიშინიოვზე, რადგან მოლდოვა აგრძელებს რეგიონის რეინტეგრაციის გეგმებს. და ის დარწმუნებით აცხადებს, რომ ეს არ იმუშავებს, რადგან დნესტრისპირელთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს იყოს მოლდოველი და შეუერთდეს ევროკავშირს. RFIDW-სთან მთელ ინტერვიუში მან თქვა: "მე ვფიქრობ, რომ მათ, ვისაც რუსული მოქალაქეობა სურდა, ალბათ უკვე მიიღეს წარსულში, მაგრამ ასევე ვერ ვხედავ, რატო უნდა უნდოდეთ ხალხს დღეს რუსული მოქალაქეობა. პირიქით, ბევრმა ადამიანმა, ვისაც მოლდოვური პასპორტი არ ჰქონდა, ახლა უკვე მიიღო იგი. ხალხს სურს იყოს ევროკავშირის მოქალაქე და არა რუსეთის მოქალაქე." მან ეს თქვა უსაფრთხოების კონფერენციაზე ტალინში, ესტონეთში რამდენიმე დღით ადრე და აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რეგიონის უმეტესობამ აიღო მოლდოვის მოქალაქეობა, რადგან თავს უფრო უსაფრთხოდ გზნობდნენ მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეობით და არა რუსეთის მოქალაქეობით. მაშ ადასტურებს თუ არა ფაქტები მის სიტყვებს. მოლდოვა ორმაგ მოქალაქეობას აძლევს უფლებას, ისევე როგორც დნესტრისპირეთი. დნესტრისპირეთი გასცემს საკუთარ პასპორტს, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა, რომლებიც ასევე არ აღიარებული გამოყოფილი რეგიონებია საქართველოში, მას არავინ აღიარებს, არც კი რუსეთი. ამიტომ დნესტრისპირელებისთვის, ვისაც სურს საზღვრებს გარეთ მოგზაურობა, ორმაგი მოქალაქეობა აუცილებელია. 2015 წლის აღწერის მიხედვით რეგიონში დაახლოებით 475,000 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან მინიმუმ 358,000 მოლდოვის მოქალაქეობა აქვს. დაახლოებით 220,000 რუსეთის მოქალაქეობა აქვს, ხოლო კიდევ დაახლოებით 100,000 უკრაინის მოქალაქეობა. მარტივი მათემატიკა გვიჩვენებს, რომ ბევრ ადამიანს 2 ან მეტი პასპორტი აქვს. ნამდვილად ასეა, რომ მოლდოვური პასპორტების განაცხადები მარცხენა სანაპიროს მცხოვრებს კებლებისგან იზრდება და სანდუ თითქმის უეჭველად მართალია თავის განცხადებაში, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მიზიდუობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. 2025 წელს 2000-ზე მეტმა მცხოვრებმა მოლდოვურ პასპორტზე გააკეთა განაცხადი, რაც 2024 წელთან შედარებით 50%-ით გაზრდილია. მაგრამ თუ ცოტა უფრო უკან დავიხედავთ, 2022-23 წლებში მთავრობამ განაცხადა, რომ გაცემული იყო 38,040 პასპორტი, რაც მიუთითებს, რომ ბოლო დროს მნიშვნელოვანი შემცირებაა. ოფიციალური სტატისტიკაც გვიჩვენებს, რომ მოლდოვის მოქალაქეობის მქონე ადამიანების უმრავლესობამ ეს მოქალაქეობა უკრაინაში ომის დაწყებამდე მიიღო და არა მის შემდეგ. მართალია, 2022 და 2023 წლებში განაცხადების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ 330,538 მცხოვრებს, რაც ამჟამინდელი საერთო რაოდენობის 90%-ზე ბევრად მეტია. მოლდოვის პასპორტი უკვე მიღებული ჰქონდა 2020 წლის ბოლოსთვის. ეხლა სამართლიანობისთვის მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა შევამცირო ის შემაშფოთებელი ესკალაცია, რასაც ეს დაჩქარებული მოქალაქეობის მინიჭება წარმოადგენს, თელ ამ ამბავში გარკვეული ფარსის ელემენტიც არის. რუმინეთი დიდი ხანია სთავაზობს დაჩქარებულ მოქალაქეობას მოლდოველებს საერთო ისტორიისა და წარმოშობის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება შედეგით შეადრება თუნდაც არა გეოპოლიტიკური განზრახვით რუსეთის კანონს ტრანსნისტრიელებისთვის. რუმინეთის კანონის მე-11 მუხლის მიხედვით მოლდოველები, რომლებიც დაამტკიცებენ რუმინელი ან ბესარაბიელი მოქალაქეების შთამომავლობას, განსაკუთრებით ისინი, ვინც 1940 წლამდე ცხოვრობდნენ ამ რეგიონში, უფლებამოსილნი არიან მიიღონ რუმინეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით. ეს პროცესი როგორც წესი 2-დან 3 წლამდე გრძელდება და ბევრ გამცხადებელს გათავისუფლებული აქვს საცხოვრებელი და ენის ცოდნის მოთხოვნებისგან. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა წარმატებული განცხადებლებისთვის. თუ წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ, მოლდოველ განცხადებლებს რუმინეთში მუდმივად უნდა იცხოვრონ 8 წლის განმავლობაში და ჩააბარონ გამოცდები რუმინულ ენასა და ეროვნული კულტურის ნორმებში, სხვა მოთხოვნებთან ერთად. ეს პოლიტიკა მოლდოველებს საშუალებას აძლევს მიიღონ ევროკავშირის მოქალაქეობა, რაც მათ აძლევს ვიზის გარეშე მოგზაურობის, მუშაობისა და ცხოვრების უფლებას მთელ ევროკავშირში. დაახლოებით ისე, როგორც რუსეთის მოქალაქეობა აძლევს ტრანსნისტრიელებს, ასეთ შესაძლებლობას რუსეთში. საოცარი არ არის, რომ 2024 წლისთვის ასობით ათასი მოლდოველი, მოსახლეობის მობის მესამედზე მეტი, ამ გზით გახდა რუმინეთის პასპორტის მფლობელი, მათ შორის თავად სანდუც. მართლა სანდუ ამბობს, რომ ის მისცემდა ხმას მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანებას, თუ ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდებოდა მის ქვეყანაში. მოლდოვამ უკვე აირჩია რუმინეთთან გაერთიანება საუკუნის წინ, როგორც ადრე აუნიშნეთ. საბოლოოდ, თუ დნესტრისპირეთის საკითხი ვერ მოგვარდება, გაერთიანება შეიძლება იყოს მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების საუკეთესო გზა. სანდუს ურჩევნია მოლდოვას სუვერენული სახელმწიფოს სახით შეუერთდეს კავშირს, მაგრამ თუ ეს შეუძლებელი იქნება, რუმინეთთან გაერთიანება რეალური სარეზერვო გეგმაა. როგორც მანულთრა RFIDW-ს, ჩვენ შეგვიძლია რუმინეთს შევერთდეთ ევროკავშირში და ეს მხოლოდ ჩვენი რწმენა არ არის. მოლდოვის მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც რუმინეთთან გაერთიანებას უჭერენ მხარს. ამჟამად ჩვენ ბევრს მუშაობთ იმისთვის, რომ მოლდოვა ევროკავშირის ნაწილი გახდეს და ვიმედოვნებთ, ეს სცენარი გაამართლებს. თუ ეს ერთი მიზეზით ან მეორეთი არ გამოვა, რა თქმა უნდა, სხვა ვარიანტებსაც განვიხილავთ. თავარი მიზანია მოლდოვაში მშვიდობის შენარჩუნება და მოლდოვის თავისუფალ სამყაროში დარჩენა. დრო გვიჩვენებს, რამდენი დნესტრისპირელი მიიღებს პუტინის შეთავაზებას. მოხდებიან თუ არა ისინი სწრაფად მის ხორცსაკებში, როგორც სანდუ არაუდობს, და როგორ დასრულდება მამ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები. ამ ეტაპზე სიტუაცია აშკარად სწრაფად მძაფრდება.
ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით დავაკვირდებით და გავაანალიზებთ მოვლენებს მათი განვითარებისას. ამავდროულად, სანამ მოლდოვა შედარებით მშვიდობასა და უსაფრთხოებას ინარჩუნებს, პლანეტის სხვადასხვა წერტილში ვითარება იძაბება. იხილეთ ეს ვიდეო იმ 5 კონფლიქტის შესახებ